თავიდანვე დედამიწის შექმნიდან ადამიანი როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი შეიქმნა ღმერთისთვის და ადამიანმა ეს ვერ შეინარჩუნა ის რომ ის ღმერთთან ყოფილიყო და ღმერთთან ურთიერთობა მან დაკარგა ეს ყველამ ვიცით მაგრამ ხდება შემდეგ რა იდება ადამიანების ცხოვრებაში წესები როცა ადამიანები გამრავდნენ ამ წესებს ქვია ცნებები რჯული არ მოვიდა დედამიწაზე იმისთვის რომ ადამიანს რჯულისთვის ეცხოვრა რჯული მოვიდა იმისთვის რომ ადამიანს ეცხოვრა ისე რომ მას შეძლებოდა გაეგრძელებინა სწორი ცხოვრება ადამიანი რჯულისთვის არ შექმნილა წესების და კანონებისთვის არ შექმნილა ადამიანი რჯული შეიქმნა იმისთვის რომ ადამიანმა რახან დაკარგა ურთიერთობა ღმერთთან მან აურია გზები და ის აბდაუბდა როგორც ბნელ ოთახში ადამიანი რო წააწყდება ხან ერთ კედელს ხან მეორე კედელს აი ესე აბდაუბდა დადიოდა და ამიტომაც ღმერთმა ეს წესები დაგვიდო ხოლო როცა თვითონ მესია თვითონ ღმერთი მოვიდა აქ ეს რჯული მან თქვა რომ ეს რჯული არ არის იმისთვის რომ ადამიანი ამ რჯულზე იყოს გადადებული უპირველესი ყველაზე მთავარი როცა თვითონ ღმერთი მოვიდა დედამიწაზე მან თვითონ უპირველესი რამ გაგვაცნო ეს არის სიყვარული სიყვარულზე მაღლა არაფერი არ დგას დღეს ვხედავთ რომ ყველა ერთმანეთს ჭკუას სასწაულის ყველა ერთმანეთს არიგებენ რაღაცას ებჯიბრებიან რაღაც ქრისტიანობაში ეჯიბრებიან ვის უფრო მაგრას წამს ღმერთი ეჯიბრებიან ვინ უფრო ჭეშმარიტ გზაზე დგას ერთადერთი რაც დაგანახებთ გარშემო ურთიერთობაში ჭეშმარიტებას ეს არის სიყვარული თავმდაბლობა სიყვარული თავმდაბლობა სიყვარული თავმდაბლობის გარეშე არ არის თავმდაბლობა სიყვარულის გარეშე ორივე ერთმანეთის გარეშე სიყვარული თავმდაბლობის გარეშე არის უკვე არასწორი გზაზე სიარული რასაც მოყვება მერე ჩვენ ვიცით რაც სამყაროში ხდება აი ეს ყველაფერი მოყვება მერე ნამდვილ სიყვარულს არ სჭირდება რაღაცის მიმართ ლტოლვა ის უხილავი არის იმიტომ ღმერთია თვითონ ეს სიყვარული და ეს ღმერთი უნდა შეიძინო შენში თუ ღმერთი გყავს მაშინ ესე იგი შენც ხარ ამ სიყვარულში და ღმერთით შემოსვა ეს არის თავმდაბლობით შემოსვა და რატომ არის ეს ყველაფერი უპირატესობაში მე აგერ დღეს ადამიანებს ხედავ ხოლმე სახეებზე დაჩხაპნულები არიან ცხვირებში იმებში ამებში ყველგან ისინი აქ რაღაცები გახვრეტილი გამოხვრეტილები და დახატულები რაღაცეები რაღაც ისეთი ვეკითხები ამას რატომ აკეთებთ რა დგინდათ ასე მე არ ვერევი მათ ცხოვრებაში უხეშად არ ვიჭრები მათ ცხოვრებაში უხეშად რო არ მოგწოს რაღაცა ნუ გასაგებია შეება ის იმან გითხას რომ მე მოვწოს მაგრამ რა დგინდა ეს რატომ გადაწყვიტე ესე რომ გააკეთო ასეთი კითხვით მივდივარ და ძალიან მაინტერესებს მართლა ვინც ახლა ასეთები მისმენთ რომ გამცეთ პასუხი აი ვინცაც ესე ნაკოლკები გაქვთ რა ვიცი და ხატულები გაქვთ ცხვირებში მეებში ლოყებში შუბში წარმებზე ისინი გაქვთ გახვრეტილები რატო აკეთებთ ამას
რატო? უბრალოდ გურწფელად მინდა რომ მიპასუხოთ. გურწფელად. თქვენ თუ გურწფელად მიპასუხებთ, მე ნამდვილად ამას მივხვდები და გავიგებ საიდან მოდის. არა, ისედაც მივხვდები და გავიგებ, რა თქმა უნდა. თქვენს ნათქვამს, მაგრამ უფრო გამიადვილდება თქვენთან შემდეგი კითხვის დასმა მერე. მაგრამ უყურეთ, თავისუფლება ეს არ არის, რასაც ეს ხალხი დღეს აკეთებს. თავის გემოზე იცმევს, იჩენს თავის შიშველს ხეულს, იხატავენ ხეულს. ეს არ არის თავისუფლება. ამაში არ არის თავისუფლება. ეს რო თავისუფლება ყოფილიყო, მაშინ იესო ქრისტე ჩვენთან ნაკოლკებიანი, პერსიკებიანი, რა ვიცი, ნახევრად გახდილი ივლიდა ქუჩაში და წელს ქვევით იქნებოდა წელზევით იქნებოდა სრუშიშველი და რა ვიცი რაღაც უჩოღულოდ დაგვენახებოდა. ეს რო თავისუფლებას ნიშნავდეს. თავისუფლებას სხვა რამეა. ის არის სუნთქვა. თავისუფალი სუნთქვა, რომელიც შენგან უნდა იგრძნებოდეს. რომ შენ თავისუფლად გგზნობ ამას, სუნთქავ. ეს არის სიცოცხლე. იცით? მე სიკვდილის არ მეშინია, იმ უფრო მეცად გეტყვით. ჩემთვის სიკვდილი დღეს რომ დადგეს ფიზიკური სიკვდილი, დღეს მე შემიწყდეს სუნთქვა დედამიწაზე და ბოლო თვალების გახამხამება მოხდეს, დიდი სიხარულით შევეგებებოდი ამ დღეს. იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი თვალების დახუჭვით, ჩემი სუნთქვის გაჩერებით აქ დედამიწაზე იმ წამსვე მე იესოს ვნახავდი. რა დროსაც კი მე დავამთავრებ ამ დედამიწაზე ჩემს სარბიელს, ჩემს ცხოვრებას, იმ წამსვე გადავალ იესოსთან და იესოს შევხვდები. მიუხედავად ის რომ მე იესოსთან ვარ, მაგრამ ის უხილავად არის ჩემთან ურთიერთობაში, მაგრამ უკვე გახდება ხილული ურთიერთობა ჩვენი. უკვე ხილულ სამყაროში შევალ იქ, რისიც მე მწამს. ჩემთვის ის უკვე ხილული სამყარო იქნება. ისიც მე დღეს მჯერა. და ამის გამო ადამიანს სჭირდება თავისუფლებისკენ სწორი ნაბიჯის გადადგმა. სწორი ნაბიჯის გადადგმა, რომელიც იესო ქრისტეშია მხოლოდ. იესო ქრისტეში. იესო ქრისტეს გარეშე ვერ შევიძენთ გადარჩენას. აი ეს მინდა რომ უბრალოდ ერთმანეთს კი არ შევეჯიბროთ, ერთმანეთს კი არ გავეჯიბროთ სოდნაში. კი მივესალმები დღეს ბიბლიურ ცოდნას, რომელიც დღეს ვლინდება, ის რასაც მე ადრე წლების წინ ვლაპარაკობდი, იმას უკვე დასაბუთები დაგეჭილათ მაგიდაზე დებენ, მაგრამ რად გინდა? ხალხს არა უნდა სიმართლის მოსმენა. დათათუთაშია ალბათ გახსოვთ პოლიქრონიონ იქ რომ მივა და დათათუშხიას რომ ჩაკოლავენ მერე. იმიტომ რომ ის ხალხი იმ ბატონზე იყვნენ დამონებული და თუთაშხიას მოსმენა იმათ არ აინტერესებდა. ასია დღესაც შენ როცა მიდიხარ რელიგიურ ხალხთან და ესაუბრები რომ არ გინდათ ასე ხალხო სიარული. ეს არ არის თავისუფლება. ისინი მოდიან და გესვიან სიტყვებს, რაღაცას გამოისვრიან. მათ არ უნდათ ესეთი თავისუფლება ჰაერში სწამდეთ ეს თავისუფლება. არა, მათ უნდათ რომ აი კედელზე იყოს მათი თავისუფლება. სადმე იყოს მიჯაჭვული, სადმე იყოს ჩამოკიდებული მათი თავისუფლება. თავისუფლება არსად არ არის ჩამოკიდებული. თავისუფლება არაფერზე არ შეიძლება დადო. ის ჰაერშია, ის ყველგან არის. მას რწმენით უნდა ესაუბრო, სიყვარულიდან გამომდინარე, შენი გულიდან გამომდინარე. დაინდაბლო თავი შენში. თქო ვერ მოხდება ეს, სანამ შენს თავს არ უარყოფ. ნუ შენი თავი უნდა უარყო, ნუ შენი თავი ღმერთს არ უჭირდება.
და შენი ბუნება ეს არის ადამი და ევა, რომელმაც ღმერთს შეცოდეს. ამიტომ ეს ბუნება მოდის დღემდე შენში და ეს ბუნება უნდა უარყოს შენში. ეს სოდვილი ბუნება. როგორც იესო ქრისტემ გააკრა ჯვარზე თავის თავი, ასევე შენი ბუნება უნდა რწმენით უნდა უარყო და ჯვარზე გააკრა. უარყო რომ ღმერთო, მე კი არა აქ. შენ ღმერთო, შენ შემოდი აქ ჩემში. შენ მართე. შენ წარმართე ჩემი თავი. შენი გული, ჩემი გული შენი იყოს და ამ ჩემს გულში შენ როგორც გინდა ისე იმოქმედე. მე კი არა შენ უფალო. ქართული იმებში არის ძალიან კარგი მშვენიერი ისენი მაგალითები ოთარანთქურივში. მე კი არა როცა დედა შვილს ეუბნება, მე კი არა შენ შვილო, შენ გაიხარე. მე მიმავალი ვარ, შენ მომავალი ხარ. ასევე მე კი არ უნდა მე ჩემი ძველი ბუნება კი არ უნდა ხარობდეს. ამეთ ახალი ბუნება რომელიც ქრისტემ მომცა, ის უნდა ხარობდეს. ქრისტე უნდა შემოვიდეს შენში სული წმინდის მეშვეობით. ამიტომ არის სულიწმინდა დღეს დედამიწაზე რომ სულიწმინდის მეშვეობით იესოს შემოუშვათ თქვენში. სულიწმინდა შეუძლია თქვენში იესოს შემოიყვანოს და გააცოცხლოს თქვენში იესო. ცოცხალი იესო შემოვიდეს თქვენში. აი ამის მერე დამკვიდრდება თქვენში ცათა სასუფეველი მარადიული სიცოცხლე. ამინ.